საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირეს სხვა პოლიტიკოსებმაც, თუმცა სანამ პოლიტიკოსების არჩევანზე მოგაზრდით ინფორმაციას, მანამდე ჩვენ კიდევ ერთხელ დაუბრუნდებით სამტრედიას, სადაც იმედა დარსალია მუშაობს და ის მოგაზრდეს ინფორმაციას იქ მიმდინარე საარჩევნო პროცესის შესახებ. იმედა, შენ პირდაპირ ეთერში ხარ და გისმენთ. Tamta darღვევებია სამტრედიაში რამდენიმე წუთის წინ დაუბრუნდით სოფელ კორმაღალის 30-ე საარჩევნო უბნიდან 708 ამომრჩეველი აქვს რეგისტრირებული. Დაახლოებით 9 საათის განმავლობაში ვაკვირდებოდით გარე პერიმეტრს ეზოს შესასვლელთან დგას სუზუკის მარკის ავტომანქანა, სადაც ზის ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორი სიებით ხელში და გამგეობის ერთ-ერთ თანამშრომელთან ერთად აკონტროლებს არჩევნებზე მისულ ამომრჩეველს. მანქანას 5-ნომრიანი სიმბოლიკა ჰქონდა უკან მიკრული. ჩვენ შეკითხვაზე არის თუ არა ეს კანონდარღვევა ამ ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორმა ეს სიმბოლიკა მაშინვე ჩამოხსნა. ჩვენ შეგვიძლია ეს კადრები ნახოთ. გასიები. როგორ? ჩვენი ამწუთას მოვისმინე რომ თქვენ იმ სახილდებოებს ხაზავთ ვინ შედის და გამოდის. ეს რამე სპეცია არის თქვენთვის? აბა რასიები, რა საკონტროლებთ? არაფერს არ ვაკონტროლებ. არა, მაინტერესებს რა სია არის. არაფერსია არ არის. ეს ხუთიანი სიმბოლიკა რო აკრძალულია არის, იცი? დიდი ხანი არ დგეხარ და არ კონტროლებთ ადამიანებს ვინ შედის და ვინ გადის. მათ შორის თქვენთან ერთად არის მანქანა, რომელსაც სიები უჭირავს. რა სიებია ეს და თქვენ რა კოორდინატორია და აგრიცხავს მის მომხრეებს, რა მოხდა მე ამით. ანუ სიებში აგრიცხავს მის მომხრეებს? არა, უბრალოდ. და თქვენ რა საკეთებთ? არაფერს, როგორც დანარჩენი მოქალაქეები, მეც ისევ დგავარ. სპეციალისტი ვარ გამგეობაში. ანუ საჯარო მოხელე ხარ. კი ბატონო, ამ წუთში შეულებაში ვიმყოფები. Darღვევები იყო 45 უბანზე კულაში, სადაც 45 წუთის დაგვიანებით დაიწყო ხმის მიცემა. ასევე დაზუსტებული ინფორმაცია გვაქვს, რომ იმ უბნებზე, რომლებიც საჯარო სკოლებშია განთავსებული, გათიშულია სათვალთვალო კამერები, რაც კანონდარღვევაა. ასევე კარუსელი დაფიქსირდა რკინიგზის თანამშრომლების მხრიდან მე-13 უბანზე, სამტრედიაში და ასევე მე-40 უბანზე. ეს არის ამ წუთისათვის, რაც შემიძლია გითხრათ. გმადლობთ იმედა, ეს იყო ინფორმაცია, რომელიც იმედა დარსალიამ სამტრედიდან მოგვაწოდა.